სამართლიანი ალიანსი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს დაიწყოს სამართლებრივი პროცედურები კონსტიტუციიდან იმ მუხლის ამოსაღებად, რომელიც ნატოსა და ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებას შეეხება. მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში პარტიაში ამ მიზნის მისაღწევად პოლიტიკურ და სამართლებრივ ბრძოლას აანონსებენ. მათივე შეფასებით ევროკავშირი საქართველოს პირად პოლიტიკურ ინსტრუმენტად იყენებს, რაც მათთვის მიუღებელია. კატეგორიულად მიუღებელია და უპასუხოდ არ უნდა დარჩეს ევრობიუროკრატიის მიერ საქართველოსადმი წაყენებული ულტიმატუმი, რომ გააუქმონ კანონი გამჭვირვალობის შესახებ და განსაკუთრებით ის კანონი, რომელიც ითვალისწინებს ოჯახურ სიწმინდეს. საქართველოსათვის, ქართველი ხალხისათვის კატეგორიულად მიუღებელია ხელი შეახოს ვინმემ ოჯახურ სიწმინდეს. მოუწოდებთ ამ უუნარო ხელისუფლებას შეწყვიტოს ქართველი მოსახლეობის ილუზიებში ცხოვრება, რომ 2030 წლისთვის საქართველო ღირსებით შევა ევროკავშირში. და მოვითხოვთ დაიწყოს იურიდიული პროცედურა იმპერატიული მუხლის ამოსაღებად საქართველოს კონსტიტუციიდან, რაც გულისხმობს ნატოში და ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებას.